საკრებულოს ხდომაზე დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა მმართველ პარტიას ცოცხი უსახსოვრეს და ამ ფორმით გაერთიანებული კომუნალური გადასახადები გააპროტესტეს. ზაზა გაბუნიამ კი ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროს საპატრიარქოსთან მდებარე სამორინე შენობასთან დაკავშირებით ახსნა განმარტება მოსთხოვა. ქრისტიან-დემოკრატების პრეტენზიებს საკრებულოს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ყველაფერი და კიკვიძის ბაღში აშენებენ ხალხო პოლიციის შენობას. აი ეს არა ამის შემდეგ არის ჩვენი სიმბოლო. თვითონ საკრებულოს იმ გადაწყვეტილი ეს არის სიმბოლურად თბილისელების საჩუქარი უმრავლესობისადმი თუ როგორ ზრუნავენ ისინი ხალხზე და აი ამ გადასახადებმა უბრალოდ დაახშონ ნამდვილად თბილისელები და მით უმეტეს აი ამ ზამთრის პირობებში, როდესაც საკმაოდ ძალიან ბევრი ოჯახისათვის ერთადერთი გათხოვის საშუალება იყო. ძალიან ფაქის ნაწილში ჩვენი ქალაქისა წამოიჭიმა აბსოლუტურად ნებისმიერ და ყველა კრიტერიუმის გარღვევით ქალაქის აი ამ ნაწილისა ისეთი შენობა არქიტექტურული სიმახინჯე, რომელიც ყველანაირ სტანდარტს ასე ვთქვათ ვახავს და ფერხლებს შეთელავს. ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადის ისტორიულ ძველი თბილისის ტერიტორიაზე აღნიშნული განხილება სპეციალური საბჭოს მიერ, რომელიც მოქმედებს ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად ამ საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში ეს განხილება და ან გაიცემა შესაბამისი ნებართვა. მინდა გითხრათ, რომ ამ საბჭოზე წარმოდგენილნი ყველა ტიპის მეცნიერები, ხელოვნებაცოდნეები, ისტორიკოსები, არქიტექტორები და მათ შორის ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც. შესაბამისად ეს საბჭო, როდესაც განხილავს და მიიღებს დადებითი გადაწყვეტილებას, შემდეგ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ანუ ჩვენთან ეს ყველა პროცედურა არის სრულ კანონმდებლობის სრულად დაცული. ენერგოვაუჩერების დარიგება მნიშვნელოვან წილად წაადგება თითოეულ ოჯახს. გარდა ამისა, ქალაქი ახორციელებს მთელ რიგ სამუშაოებს, ეს არის გაზიფიცირება იმ ადგილებისა, იმ თქვათ ოჯახებამდე გაზების მიყვანა, სადაც არ იყო გაზი და რომ არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ ელექტროენერგიაზე. მე ვთვლი, რომ ეს სისტემა არის დღეისათვის მაქსიმალურად ობიექტური.